ახლა მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ეპშტეინის ფაილებზე, ეპშტეინის კუნძულზე მიმდინარე მომხდარ ამბებზე და იმ მრავალ ტომეულებში მრავალ მილიონიან ფაილებში ვის გვარს არ აღმოაჩენ. მართლა ვის გვარს არ აღმოაჩენ. თუმცა ერთ-ერთმა იუზერმა არ მახსოვს ვინ დაწერა რომ როკ მუსიკოსებიო იქო არ ფიგურირებენო თუ არ ვწდები. ასე იყო დაწერილი. არ ვილაპარაკოთ როკ მუსიკოსებზე, რობერტ პლანტზე, არ ვილაპარაკოთ ახლა, მაინც და მაინც. ხო, ახლა კითხვა მაქვს ამგვარი. როგორ ფიქრობთ, ბიზინა ივანიშვილი ან ბიზინა ივანიშვილის ოჯახის წევრი ამ ფაილებში ფიგურირებს თუ არა? ბევრად საინტერესო კითხვაა ეს, ვიდრე ის მაგალითად ჩვენს კონტექსტშია, ჩვენთვის არის საინტერესო, მაგალითად ის ფიგურირებს თუ არა ამ ფაილებში, მაგალითად ბილ გეიტსი, ან რასაკეთებდა უფროსი ბუში, ან უმცროსი ბუში, რამდენადაც ვიცი ისისა, ბილ კლინტონი, კარგით, უმცროს ბუშზე არ მახსოვს არის თუ რა შემხვდა თუ არა ცნობები მის შესახებ, ამიტომ მასზე არაფერი ვილაპარაკოთ. ბიზინა ივანიშვილი ფიგურირებს თუ არა ამ ფაილებში, ეს კითხვა უნდა დავსვა. როგორ გირჩევნიათ ახლა? ახლავე გავცე პასუხი ამ კითხვას, თუ გავცე ოდნავ მოგვიანებით. მოდი თქვენის ნებართვით დაგასპოილერებთ კი არა, გეტყვით პირდაპირ რომ რამდენადაც რაც გაშიფრულია ყოველ შემთხვევაში, ბიზინა ივანიშვილის ოჯახის არც ერთი წევრი გაგიკვირდებათ და აგრეთვე თავად ბიზინა ივანიშვილი, ქალბატონი ეკა ხვედელიძე ივანიშვილისა და ამ ხელისუფლების მგონი არც ერთი წარმომადგენელი ამ ფაილებში აქ დავსვათ მრავალ წერტილი, გავაკეთოთ სტრატეგიული პაუზა, დავდუმდეთ 2 წამით, 3 წამით, დავდუმდეთ და ვთქვათ, არ არის. ვიმეორებ, არ არის ეპშტეინის ფაილებში მაღალზე მაღალი ალბათობით, რაც გაშიფრულია ყოველ შემთხვევაში, ბიზინა ივანიშვილი და ასევე მაღალზე და კიდევ უფრო მაღალი ალბათობით, ბიზინა ივანიშვილის გვარი არ ფიგურირებს არც ერთ ფაილში, მაგრამ ემან რომ გამოჩნდეს და პირობითად 46,457 გვერდზე თუ ფაილში რომ წავიკითხოთ, ამოვიკითხოთ გვარი ივანიშვილი, ეს ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს იმის მადასტურებელი იქნება თუ არა, რომ ბიზინა ივანიშვილი რაღაც გარყვნილებით იყო დაკავებული. ბიზინა ივანიშვილის მომხრეებს გააუხარდებათ, რასაც ვიტყვი. არა ბატონებო. მიხეილ სააკაშვილის ან ზოგადად რაღაც ივანიშვილის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს ეწყინებათ. არ ნიშნავს, რასაც ვიტყვი. არ ნიშნავს ეს, რომ ბიზინა ივანიშვილი цариელა ხო დარბოდა, ტიტლიკანა დარბოდა კუნძულზე და რამ უკეთურ საზიზღრობას ჩადიოდა. არ ნიშნავს მეთქი ხაზი მინდა გავუსვა ამას. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ფაილები, რომლებიც გამოქვეყნდა და რომელთა უმრავლესობა რასაკვირველია არ არის გაშიფრული, არ ეხება უმრავლეს შემთხვევაში 90-95% რამ უკეთურობა გარყვნილებას ისაზიზღრეს თუ საზიზღრობას. აქ არის ჩვეულებრივი მიმოწერებიც. დაფარულია უმრავლეს შემთხვევაში ამ ფაილებში ელექტრონულ მიმოწერაში მათ შორის მიმწერისა და მიმღების გვარსახელები, მაგრამ არის აი ჩვეულებრივი, მაგალითად ბენდუქიძეზე წერია, ის რაც წერია, გეტყვით მოგვიანებით, ახლა ჩავიკითხავ თქვენის ნებართვით რომან გოცირიძის, არაჩვეულებრივი ჩემი მეგობრის, არაჩვეულებრივ სტატუსს, სადაც ბატონი რომანი კარგად ან უკეთ, მოდი ვიტყვი ასე, განმარტავს იმას, რასაც ეხება ეს ეპშტეინის ფაილები. ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით სრულიად არაადეკვატური შეფასებები კეთდებაო. დავეთანხმოთ ბატონ რომანს. განსაკუთრებით ჩვენთან, სადაც განსაკუთრებით გადახრილები ვართ, ეგრეთ წოდებული კონსპიროლოგიისაკენ და მაქსიმალიზმი გვიყვარს და დრამატიზება გვიყვარს და გადაჭარბება გვიყვარს. ეპშტეინის ფაილები თითქოს კი, რაც ის ნაწილი რასაკვირველია სასაზაგლეს ეხება ძალიან მძიმეა, რომ ვიცოდეთ მაინც, მაგრამ საბოლოო ჯამში 90-95% ჩემეული აზრებით, ხო? არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მიმოწერები. ოღონდ ამ სლოგანს თუ ამ სახთაურს თუ სახელწოდებას ოცნების პროპაგანდაა და ბატონი რომანიც ამას აღნიშნავს, სათავისოდ იყენებს, დავუსვა მათ კითხვას. 46,457 გვერდზე თუ ფაილში ივანიშვილი რომ აღმოჩნდეს.
მე გეუბნებით ღიად რომ მე არ დავაბრალებ ბიზინა ივანიშვილის სისაძაგლეს სანამ არ წავიკითხავ ჩემი თვალით რომ დაარბოდა ბიზინა ივანიშვილი თუ წავიკითხავ და ალბათ კი არა ნამდვილად ასე ვიტყვი გავბედავ და ვიტყვი ასე არანაირ სისაძაგლეს თუ საზაგლობას არ წავიკითხავ ივანიშვილის თაობაზე თუ ივანიშვილის შესახებ რომ ის ტიტლიკანა დარბოდა და რაღაც ბავშვებს აუპატიურებდა არა და თუ ჩვეულებრივად იქნება მოხსენიებული სადმე 46457 ფაილში თუ გვერდზე ხო ეს იქნება ჩვეულებრივობა არ გამოვიყენებ მე ამას ეპშტეინის ფაილებში მოხვედრას შესაძლო თეორიულ მოხვედრას ივანიშვილისა მის წინააღმდეგ მე ვამბობ ამას ბატონი რომანი მართებულად შენიშნავს ოცნების უზნეო პროპაგანდა ამას იყენებს დასავლური სამყაროს გასაშავებლად და ცალკეული პირების კომპრომენტაციის მიზნით რა იყო ეპშტეინის არაფორმალური კლუბი ბატონი რომანის გააზრებით აქ კი არა ობიექტურად ამ კითხვას ქართველი თუ ამერიკელი ობივატერი ასე უპასუხებს ელიტური ბორდელი სადღაც კუნძულზე არ იყო ეს ბორდელი ბატონებო სისულელია ეს და ამას ბატონი რომანიც აღნიშნავს ეპშტეინის ქსელი და არა მხოლოდ კუნძული და არა მხოლოდ ეს ფაილები საერთოდ ზოგადად ქსელი იყო არაფორმალური კავშირების სივრცე შეხვედრების არაფორმალური შეხვედრების სივრცე ადგილი ეპშტეინი დახურული კლუბის მენეჯერი იყო აორგანიზებდა არაფორმალურ კონტაქტებს ბიზნეს პოლიტიკურ სამეცნიერო სახელოვნებო პირებს შორის იმ კუნძულზე ნამყოფი პირებიდან 90%-ზე მეტმა ამბობს ბატონი რომანი და მე კიდევ უფრო გავზრდიდი პროცენტს 95%-მა არც კი იცოდა რომ სტუმართა გარკვეული ნაწილი სპეცმომსახურებასაც თუ იღებდა ჩადიოდნენ მათ შორის ოჯახებით და ოჯახებით ჩადიოდნენ მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჩადიოდნენ და არც კი ჰქონდათ ინფორმაცია რომ სპეცმომსახურებას იღებდნენ ელიტების გამორჩეული პირები რომლებიცაც უნდოდათ ეს სპეცმომსახურება ეგრე მაგის პასუხია ცხადია არ მივესალმებით ცხადია გმობთ ცხადია ვეწინააღმდეგებით ცხადია სისაძაგლედ თუ საძაგლობად მიგვაჩნია მაგრამ ოდესმე ათეული წლების შემდეგ როდესაც გაიხსნება რუსული არქივები FSB-ს არქივები CIA-ს არქივები რუსეთის თაობაზე ჩვენ აღმოვაჩენთ გაცილებით დიდ საძაგლობას რუსულ სივრცეში რუსულ საბჭოურ სივრცეში რომ ვიცოდეთ მაინც ჩვენ ამგვარი ინფორმაციები გვაქვს მეფის რუსეთის ცალკეული მონარქების თაობაზე ეკატერინე მეორე გამახსენდა ბარემ ხო თუ მაინც და მაინც რუსეთზეც უნდა გადავიტანო აქცენტები და არა მხოლოდ მონარქებზე არამედ საბჭოთა ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებზე და როდესაც ეს არქივები რუსული არქივები გაიხსნება FSB-ს კი არა ხო FSB-ს KGB-ს ხო და გამოაშკარავდება რა ხდება მოცემულ ეტაპზე რუსეთში ის შერჩენილი თმაც კი დაგწვივდება ახლა თუ დაგწვივდა 5 7 ან 15 ღერი თმა მაშინ საერთოდაც გავმელოწდებით ამას ბატონი რომანი არ ამბობს ეს ჩემი რემარკებია ბატონი რომანი კი ამბობს რომ სტუმართა გარკვეული ნაწილი სპეცმომსახურებასაც თუ იღებდა ამის თაობაზე არ იცოდა 90%-მაო კუნძულზე ზოგიერთი ჩადიოდა ოჯახთან მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად და სწორია რას ნიშნავს ეპშტეინის სია მასში მოხსენიებული 10,000-ზე მეტი პირი მეტი ბატონი რომან ამდენადაც მახსოვს სადღაც ამოვიკითხე რომ 18 თუ 20,000 პირია მოხსენიებული ზოგადად მოხსენიებული ხას უსავ მაინც და მაინც კუნძულზე ჩასული კი არა მოხსენიებული ამათი 20,000 პირიდან 90% კუნძულზე საერთოდ არ არის ნამყოფი და აქედან გამომდინარე ვინც მოხსენიებულია უკრევლი ყველასთვის ბრალის წაყენება რომ ისინი რამ გარყვნილებაში იღებდნენ მონაწილეობას არის ტყუილი და პროპაგანდას სჭირდება ეს დავსვამ კიდევ ერთხელ კითხვას ბიზინა რომ აღმოვაჩინოთ 46,457 ფაილში მისი გვარი ეს ნიშნავს რომ ის რამ გარყვნილებაში მონაწილეობდა არამედ კი ხას უსვამ იმიტომ კი არა ის ოჯახზე გადამკვდარი კაცია ჯერ ეგეთი ესე პოზიციონირებს მაგრამ რომც არ იყოს და რომც არ პოზიციონირებდეს არ ნიშნავს ეს ავტომატურად ასე გეტყვით ცნობილი ხო მაგალითად ასწერს ბატონი რომანი იმ კუნძულზე ამ სიიდან მხოლოდ 2%-მდეა ნამყოფი ანუ 10,000-20,000 კაციდან მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი ილუზიონისტი რომელიც ამ კუნძულზე ნამყოფი წერს ვიღაცას ელექტრონული პოსტით რომ შეეცდება მოუგვაროს სავიზო პრობლემები
რადგან მას პატივს სცემენ ქვეყნის პრეზიდენტები და გავლენიანი პირები. როგორც თავად ამბობს, ისინი მის წარმოდგენას ესწრებოდნენ და ჩამოთვლის 20-მდე პრეზიდენტს და ცნობილ ადამიანს. მათ შორის სააკაშვილს, ბუშს, ბილ კლინტონს, ჰილარი კლინტონს, იუშჩენკოს, დიმიტრი მედვედევს, ნაზარბაევს, ჰენრი კისინჯერს, უკაცრავად ჰენრი კისინჯერს და ბატონინობარიც ამას აღნიშნავს. მიშას პრეზიდენტობის დროს, ანუ მიშა როცა პრეზიდენტია, ან 2019 წელზეა ძირითადად აქცენტი გაკეთებული, რომ ვიცოდეთ მაინც. ჰენრი კისინჯერი არის 90-მდე 90-ს გადაცილებული პირი. ანუ ძალიან ასაკიანი კაცია. ის ხო ახლახან გარდაიცვალა, ხო? როგორ წარმოგიდგენიათ საერთოდ ადამიანებს, ვინც ყველაფერს იჯერებთ, ჰენრი კისინჯერი 90 წლის რამ ორგიაში, ასე ვიტყვი. რამ უკეთურობაში, რამ სისაძაგლეში. ცხადია ეს ესე არ არის, მაგრამ ქართული ოცნების პროპაგანდა იმისათვის რომ გააშავოს ზოგადად დასავლეთი კონკრეტულად მათ შორის შეერთებული შტატები ახლა ზაზა შათილიშვილი რამ დიდ ეპისტოლეს გამოგვიცხობს ამასთან დაკავშირებით ამბობს იტყვის ზაზა შათილიშვილი და ამბობს ქართული ოცნების პროპაგანდა რომ აგე ამერიკა როგორი გარყვნილია უკვლავ ვიმეორებ. ორ რამეს ვამბობ. ბიზნეს გვარიც რომ ამოვიკითხოთ როგორც წერილის გამგზავრიან წერილის მიმღები ან გავლენიანი პირი. არ ვიცი რომელიღაც გვერდზე და გასაშიფრია კიდე ბევრი გვერდი თუ დოკუმენტი არ ნიშნავს ავტომატურად ეს იმას რომ ბიზინა რამ გარყვნილება რაღაც აქტებში თუ აქციებში სარიელა ტიტლი გადადარბოდა მარტივად რომ ვილაპარაკოთ კუნძულზე არ ნიშნავს ეს ამას. ნახეთ რას ამბობს ბატონი რომან გოცირიძე. ასევეა ბენდუკიძესთან დაკავშირებითაც აღარ არის ცოცხალი აცხადოს ღმერთმა რომელიღაც ამერიკული კომპანიის პრეზიდენტის ასისტენტი წერს მეორე კომპანიის წარმომადგენელს რომ ნიუ-იორკში აქვს შეხვედრა ბენდუკიძესთან და ხომ არ შემოუერთდებოდა რამე რომ იყოს შემდეგ ეს ვიღაცა წერს ეპშტეინს კახა ბენდუკიძის ვიზიტის შესახებ მაშინდელი ქართული რეფორმები ბიზნეს წრეებში პოპულარული იყო და არცაა გასაკვირი რომ ბენდუკიძესთან შეხვედრა მათთვის საინტერესო ყოფილიყო. ყვირალა ანუ ბენდუკიძე არ არის ნამყოფი, ოღონდ. მაგრამ აი ამ ფაილებში კი მოხვდა მისი გვარი, მიწერა ერთმა მეორეს. ნიშნავს ეს რომ ბენდუკიძე მონაწილეობდა არა პროპაგანდა, სხვა რამეს გვეუბნება. ყვირალა კოსმედია კი კონტექსტიან ამოვარდილად აცხადებს, რომ სააკაშვილი და ბენდუკიძე ეპშტეინის სიაში არიან. ეპშტეინის სიაში ყოფნა არ ნიშნავს უკეთურობა გარყვნილებას სისაძაგლეში მონაწილეობას ავტომატურად. ეპშტეინის ირგვლივ განვითარებული მომლების პრიმიტიულად ინტერპრეტირება და მისი უკრიტიკო ტირაჟირება ხელს უწყობს ოცნების ხელისუფლებას თავისი ანტიდასავლური კამპანიის გაღრმავებაში წერს ბატონი რომან გოცირიძე და მე აბსოლუტურად ვეთანხმები მას. აი აქ მე უნდა დავასრულო ჩემი ვიდეობლოგი. დავასრულო, წერტილი დამსვა, მარცხენა ჩემგან მარჯვენა სტოპის ღილაკს თუ ნიშნულს უნდა მივაჭირო თითი, დაგეშვიდობოთ და ეს ვიდეო უნდა ავტვირთო. მაგრამ და უნდა დამესრულებინა კიდეს, მაგრამ ამასობაში მე ვსკროლე ვიდრე ამ ვიდეოს დაწყებამდე, მე ვსკროლე ხო, არ ვეთანხმები იუზერს ჩემს მეგობარს რომ ტრამპს ვეღარაფერი გადაარჩენს, ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნების და გათვალისწინებით არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ეგრა მაგის პასუხია, ეგ სხვები შეიძლება შეეწირონ, ეგრა მაგის პასუხია. მაგრამ ეპშტეინთან დაკავშირებით ტრამპი ვერ გადარჩებაო ასეთი ძახილის ნიშნიანი წინააღმდეგობის წარმოთქვა ჩემი აზრით არასწორია. მოკლედ, გავანებოთ ახლა ეპშტეინს და ვსკროლე და ვსკროლდი ტელეკომპანია იმედის არხზე, სოცმედიის არხზე. ავიკითხე ნიკუშა ჩენგელაია აგე ახლა კითხო რაღაცას ამბობს, გამოუქცევალებია. ქართული ოცნების თავკაცობით ერთადერთი გზა არის რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და მარცხების ხარჯზე, ხო? ჩენგელაიას მიმართავეს ხო იმის მეუღლეა. ჭიჭინაძე ეკასი. ხო? პაპუაშვილი რაღაცას ბოდავს. კიდე რაღაც ყაველაშვილი ჩასულა მილანში ზამთრის 25 ოლიმპიურ თამაშებს დაესწრება გახსნას ყოველ შემთხვევაში დახვედრიან ყაველაშვილს. მე რაღაც ტრადიციული მოსაზრება კი არა, ტრადიციული პროპაგანდა, კარდი როკავშირი როგორი ცუდია და რაღაც ტყუილი უმრავლეს შემთხვევაში იმედი ავცელებს ტყუილებს. მაგრამ თუ რამ სიმართლე გამოერია ყოველი 10 ინფორმაციიდან ერთი, ეს ერთიც ისეთი სიმართლეა, იცით, აი ბოლომდე სიმართლე არ არის. კონტექსტი ამოგლეჯილად გვაწვდის ინფორმაციას.
იმისთვის რომ ისედაც ეს გამობიძინებული საზოგადოება twin გამორეცხილი მისი კი არა ქართული ოცნების მომხრე კიდევ ერთ უფრო მეტად მიაბას ბიზი დამოკიდებული გახადოს ამ მის უჩქვიანესობაზე ბიზინა ივანიშვილზე მის ერთადერთობაზე ხო უზენაესობაზე მის აიათოლა ივანიშვილობაზე ვაგზელებთ კიდევ რაღაც წავიკითხეთ კიდე ამას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტის მიხედვით ევროკომისია ტყუილი კონტექსტიდან ამოვარდნილი ამოგლეჯილი ტყუილი მე ვიღაც დაუკავებიათ AfD-ს გერმანიის არ გადამიმოწმებია სიმართლე გითხრათ ეს დეპუტატი ალტერნატივა გერმანიისათვის იორგ დორნაუ რომელიც ბელარუს სანქციებისათვის თავის არიდებაში ეხმარებოდა თუ ეხმარებოდა დასაკავებელი ყოფილა ხო თუ გერმანიის კანონმდებლობა ავისუფლებას იძლევა რომ დეპუტატს შეეხო დეპუტატი აიყვანო და რატომ გვთავაზობს იმედი ამ ნიუსს კარგად არ მესმის იმიტომ გვთავაზობს რომ აი რა ცუდია გერმანიაო დაიჭირესო კაციო რომელიც ბელარუსს ხალხნო ლუკაშენკას ბელარუსს ეხმარებოდა თურმე ეს კაცი თუ ეხმარებოდა ვინმე დორნაუ სანქციებისაგან თავის არიდებაში და იმედი ამას როგორც წარმოგვიჩენს როგორც ტრაგედიას და კატასტროფას გერმანიისთვის, ევროპისათვის, მსოფლიოსათვის, ყველა პლანეტისათვის, ირმის ნახტომისათვის და ასე შემდეგ, კაცობრიობის ისტორიისათვის და ასე შემდეგ. მოკლედ, აქეთური, იქითური ბევრი ამბავი, ეპშტეინზეც არის 2-3 ინფორმაცია, სიაზეც ფაილებზეც არის 2-3 ინფორმაცია, ვინმე ლევან მაჭავარიანი ეს ახმამაღლებული ნაგლად რო ბაზრობს, ლაპარაკობს დეპუტატად წოდებული უკრაინა როგორ მდგომარეობაში მიიყვანეს თურმე უკრაინა გამარჯვებულია აღოს ლევან მაჭავარიანს ამას არ ვეუბნები ხო მაინც ვერ გაიგებს ერთ ხურში შეუშვებს მეორე ხურიდან გამოუშვებს ეს ერთია მაგრამ ვერ გაიგებს უკრაინა გამარჯვებულია სტრატეგიული თვალსაზრისით გადარჩა რა როგორც სახელმწიფო ეს აპრიორი ასეა წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა როგორც სახელმწიფო არ იარსებებდა აღოს მაჭავარიან ლევანს მე ამას ვერ ვეტყვი და ასე შემდეგ და უცებ რომელიღაც ეტაპზე მე წავაწყდი 4 საათის ახლა 3 საათია დღისა რომ დღის 11 საათზე გამოქვეყნებულ დილის 11 საათზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას რომელიც გვამცნობს რომ ნეიტრალური საქართველო როა პოლიტიკური პროქსი პარტია შექმნილი საქართველოს ხელისუფლება წოდებული ბანდის მიერ ნეიტრალურმა საქართველომ თურმე მიმართა ტელეკომპანია იმედსა და ტელეკომპანია ფორმულას კითხულობ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატების გამართვის ორგანიზებასთან დაკავშირებით და მე მივხვდი გამინათდა მივხვდი რომ თურმე ეს ორსვლიანი სამსვლიანი კომბინაცია იმის თაობაზე რომ მოდი გავმართოთ დებატები მოდი ვიმსჯელოთ მოდი აღმოვფხრათ ამოვავსოთ უფსკრული საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებს საზოგადოებებს შორის ეს ირაკლი კობახიძემ ბიზნე ივანიშვილმა რუსეთმა და ასე შემდეგ მოიფიქრეს არა იმიტომ რომ მართლა დებატები გამართულიყო ან გაიმართოს მართლა ვიმსჯელოთ მნიშვნელოვან საკითხებზე არამედ ილაპარაკონ ერთმანეთთან და დღის წესრიგში სწორედ ამ პროქსი პარტიის გამოყენებით პროქსი პარტიის მოშველიებით შემოგთავაზონ თემა ევროინტეგრაცია გჭირდება ქვეყანას თუ არ გჭირდება de facto ხელისუფლება ნახეთ რა თქვა ამ დებატებთან დაკავშირებით მე ვაცხადებო დებატებსო სათავარ დებატებისთვის ორ დღეში თქვა რომ მე მხოლოდ მათთან ვიბჯელებ მხოლოდ მათთან ვიდებატებ ვინც მე მაღიარებს არავინ არ აღიარებს მაღიარე წინააღმდეგ შემთხვევაში დაგიჭერ აი ესეთი მესიჯი აქვს საქართველოს de facto ხელისუფლებას არავინ არ აღიარებს ეგ რა მაგის პასუხია მაინც ანუ დაავიწროვა შესაძლო დებატებში მონაწილეთა სია რაოდენობა შესაბამისად როცა აღარავინ აღარ აღიარა და აღარავინ აღარ წახვა ამ ბლეფ ავანტურაზე ის საქართველოს de facto ხელისუფლება თავისივე პროქსი პარტიის წარმომადგენლებს დაუჯდა რუსთავი 2-ის ეთერში რუსთავი 2-ის ხო არ მეშლება ეთერში დებატებზე ხო რუსთავი 2-ის პოდიში ვეღარ ვასხოვებ ამ არხებს ხო რუსთავი 2-ის დებატებზე აქეთ პაპუაშვილი იქით
იაგო ხვიჩია, აქეთ პაპუაშვილი, აქეთ სოზარ სუბარი, ერთი პარტიაა. ეს უკანასკნელი და ქართული ოცნება. აქეთ პაპუაშვილი ხელ მარჯვნივისგან ეს ხსედებული ნეიტრალური საქართველოს ბატონი ჟღენდი. დიპლომატად ნამუშევარი კაცი. დაუჯდა, დასხდნენ და იმსჯელეს რაღაც აბსტრაქტულ საკითხებს. არა აქტუალურად იმსჯელეს შესაძლოა აქტუალურ საკითხებზე, უბრალოდ ისე რომ შალვა პაპუაშვილი იყო პირველი ვიოლინო. ისე მესამე ვიოლინოა. მეოთხე ქვეყანაში. ახლა ნეიტრალური საქართველოს პირით საქართველოს ხელისუფლება წოდებული ბანდა გვეუბნება რომ რა საკითხები მოდი საერთოდაც ვიმსჯელოთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებითო მაინტერესებს წარმოვიდგინოთ ასეთი კადრი იმედის გადალურჯებული რუსულ ORT-ის სფერებში გაწყობილი სტუდია გალამაზებული ფული აქვთ განა არა ერთმანეთის პირისპირ სხედან შალვა პაპუაშვილი და ვატო შაქარიშვილი თუ შაქარაშვილი ამათი ლიდერი მოკლედ ნეიტრალური საქართველოს პროქსი პარტიისა და მსჯელობენ დებატობენ კამათობენ ჭყალებში ერთმანეთთან გჭირდება თუ არა ევროინტეგრაცია ვატო შაქარიშვილს აქვს ჭყალებში ანუ ჭყალებოთ წონიანი არგუმენტები ექნება შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ კი მაგრამ შალვა დაახლოებით ამას ეთქვის თუ გადატრიალებას გიწყობთ ევროკავშირი პროექტებს აფინანსებს და პროექტის სახელწოდება მოლოტოვის კოქტეილი როგორ ვესროლოთ ქართულ ოცნებას ხელისუფლებას ბიზინა ივანიშვილი როგორ ჩამოვაგდოთ სისხლიანი შეიძლება იყოს ეს და ეს არის 5 თუ 6 გადატრიალების მცდელობა თუ ევროკომისია ასე გებრძვით ევროპარლამენტი ასე გებრძვით ღია ყარსში გტოვებთ ნატო არ გიღებთ როგორც ქვეყანას თუ ევრობიუროკრატია ასეთი სასტიკი და უსამართლოა ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენთან მიმართებაში ვატო ვარ შაქარიშვილი მე და შალვაშვილს ვეუბნები რახატო მივდივართ ამ ევროკავშირში პასუხი უფრო საინტერესოა პასუხი გაცილებით მნიშვნელოვანია შალვა პაპუაშვილი ამ დებატების ამგვარი ფორმით გამართვის შემთხვევაში არ ნებისმიერი გამობიძინებული სხვა ვოლსკი იქნება ეს პარლამენტის ვიცე-სპიკერია ან სხვა ნებისმიერი მაჭავარიანი რო ვახსენე სხვები და სხვები გაგიკვირდებათ და ვატო შაქარიშვილს კი არა ქვია ხო ვატო შაქარიშვილს დაეთანხმებიან და ეთქვია რომ პრინციპში იცი მართალი ხარ და ეს არის თურმე ეს არის ქართული ოცნების ჩუმი ჩანაფიქრი ბიზინა ივანიშვილის მისი უჭკვიანესობის ბჭყალებში ჩუმი ჩანაფიქრი რომ გაიმართოს უკვე მოხდეს ზონდირება თემისა მეინსტრიმ მედია უთმობს ეთერს სტრატეგიულ საკითხზე სამსჯელოდ პოლიტიკურ იმ სუბიექტებს რომლებიც აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას მეინსტრიმ მედია გახსნილია და უკლებლივ ყველა თემაზე ლაპარაკობ ტაბუ დადებული კი არ არის რომელიმე თემაზე და შუაშია ქალბატონი თამარ ცაგარეიშვილი მაგრამ ქალბატონი თამარ ცაგარეიშვილი მოიწევს ხსენებულ ბატონ კონსტანტინე ჟღენც ისინი ჩემთვის ხელსარსებული ინფორმაციით საკმაოდ ახლო მეგობრები არიან და ქალბატონი თამარი არის იმედის წამყვანი და ბატონი კოტეკი არ მინდა თქვა რომ ოჯახის წევრია მეთქი ცხადი არა მაგრამ კოლეგების არიან ერთი ხანობა ბატონ კოტეს მიხავდა გადაცემა ერთ-ერთ არხზე ქალბატონი თამარიც იქ იყო და ასე შემდეგ და ქალბატონი თამარიც ჭკვიანური სახით რაც თავარია თამაჯერებელი ტონით და დოსტოევსკ წაკითხული ქალბატონი თამარი გაესაუბრება ასევე ჭკვიანური სახის დაყენეშ სახით საზოგადოების წინაშე წარდგარ კონსტანტინე ჟღენც კოტე ჟღენც ამ უკანასკნელსაც აქვს ბერძიაევი თუ დოსტოევსკი წაკითხული ალბათ დოსტოევსკი ნამდვილად ბერძიაევზე რა მოგახსენოთ და აი ესე ნელ-ნელა ზონდირებით შემოვა ინფილტრაცია მოხდება თემისა რომ ჩვენში რომ დარჩეს რა საჭიროა ნატო რა საჭიროა ევროკავშირი მით უფრო ის ევროკავშირი რომელიც ჩვენ გვებრძვის პარალელურად მიმდინარეობს დასავლეთის სრული დისკრედიტაცია პარალელურად ამოქმედებულნი არიან ტროლები პარალელურად ამოქმედებულნი არიან არატროლები მაგრამ
რეალური ადამიანები, რომლებიც გამობიძინებულები არიან, ანუ ხელფას კი არ იღებენ ჰონორარს, მაინც და მაინც. იმაში რომ რამ დაწერონ სისაძაგლე სხვაზე, არამედ თვითონ მართლა ასე ფიქრობენ. პარალელურად 2 და მდიდარი, 3 და მდიდარი ტელეარხი, იმედი რუსთავი და საზოგადოებრივი მაუწყებელი. რუსულ მესიჯებს გვაწვდიან გვიმრაძე, იმიტომ არის საზოგადოებრივ მაუწყებელს და ვასილ მაღლაფერიძე პირველ ყოვლისა, რომ ამგვარი რუსულობები შიგადაშიგ შემოგაპარონ. ამ სპეცოპერაციას ატარებს რუსეთი ბევრს ატარებს, მაგრამ მათ შორის ამ სპეცოპერაციასაც ატარებს რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ. ეპშტეინის ფაილები. ოხ რა საზიზღარი რამ მოხდა, ხდებოდა თურმე. და იქნება და არის ბატონი ივანიშვილი ამ ეპშტეინის ფაილებში. 46458 ფაილსა თუ გვერდზე. ივანიშვილი ბიზინა არა, იქნება ივანიშვილი ბერა, ან ივანიშვილი უტა. რომც იყოს მოასმენიეთ ბატონ ივანიშვილს ეს. მე ყველას წინააღმდეგ გავაკეთებ ვიდეობლოგს, ჩავწერ ვიდეობლოგს, გავაკრიტიკებ ყველას, ვინც ავტომატურად დაგადანაშაულებთ თქვენ გარყვნილებაში. იმ შემთხვევაშიც კი თუ მოხვდებით ამ ფაილებში. კომენტარის სახით ვინმე რამეს დაწერს, სტატუსის სახით, მე კომენტარის სახით დავუწერ, რომ ეს ისე არ არის ხალხო, რომც იყოს, არ ნიშნავს, რომ ამით იყო დაკავებული, ჭამდა ადამიანებს თუ რაღაც არასრულს. ხო, ეგრე არ დახობენ, რომ პატრიარქიც არისო. ხო, ვიღაცა მისწერა ვიღაცას, სადაც ახსენა პატრიარქი. ეს არ არის მთავარი საკითხი. მთავარი საკითხი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იწყებს საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბარს, რასაც ვარაუდობდით, რომ აქამდე მივიდოდით, ჯერ კიდე 2 წლის, 4 წლის, 5 წლის წინ. ასეა ეს. სათაური კი იყოს ყვითელი. არის თუ არა ივანიშვილი ეპშტეინის ფაილებში. იქნება ამან მაინც დააფიქროს მაყურებელთა ნაწილი, როცა ამ ვიდეობლოგს თავიდან ბოლომდე ნახავენ, ჩემს ამ მოსაზრებასაც გაეცნობიან, არ არის, მაგრამ საქართველო ნებისმიერ შემთხვევაში მძიმე მდგომარეობაშია. ნახვამდის.